მოცემული მსჯელობებიდან რომელია მართებული? პირველი. ყოველი ფრინველი, რომელიც სეზონურ მიგრაციისას აფრიკაში მიფრინავს, შემოდგომის ბოლომდე ტოვებს კავკასიის რეგიონსო. ყოველი ფრინველი, რომელიც სეზონური მიგრაციისას აფრიკაში მიფრინავს, შემოდგომის ბოლომდე ტოვებს კავკასიის რეგიონს. ჩიპით მონიშნული ყარყატი, რაღაცა ნომრით, დეკემბერში კავკასიის ერთ-ერთ ტბასთან დაფიქსირდა. შესაბამისად, ყარყატი არ არის აფრიკაში მიმავალი ფრინველი, ხო? სწორია. მართებულია, იმიტომ რომ ის რო ყოფილიყო სეზონური მიგრაციის მონაწილე, რომელიც აფრიკაში მიდის, ის აუცილებლად დატოვებდა შემოდგომის ბოლომდე კავკასიის რეგიონს, ესე იგი ამ ყარყატმა არ დატოვა, დეკემბერი უკვე გულისხმობს, რომ შემოდგომა დასრულებულია, ესე იგი ის არ არის ამ მიგრაციის წევრი. მეორე, თუ მოსწავლე ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველ ადგილს დაიკავებს, მას უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტი ექნება. ნიკომ პირველ ადგილი ვერ დაიკავა, ამიტომ არ ექნება სახელმწიფო გრანტი, არ არის მართებული, იმიტომ რომ პირველი ნაწილის უარყოფა, მეორე ნაწილის უარყოფას ჩვეულებრივ პირობით წინადადებაში არ გამოიწვევს. საერთაშორისო სიმპოზიუმის ზოგიერთი მონაწილე ესპანელია. ოკეი. ამასთან ზოგიერთი მონაწილე არის ნეიროქირურგი. ოკეი, ანუ რაღაცა ერთ კონკრეტულ სიმრავლეს საერთაშორისო სიმპოზიუმს კვეთს ესპანელი მონაწილე და ნეიროქირურგი, ხო? ანუ ეს ორი დამოუკიდებელი სიმრავლე. ამიტომ სიმპოზიუმის ზოგიერთი მონაწილე ესპანელი ნეიროქირურგი არ არის მართებული, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ასიმრავლეს როცა ორი სხვა B და C სიმრავლე კვეთს, B და C სიმრავლის თანაკვეთა ავტომატურად არ დასტურდება, ხო? შეიძლება კი კვეთდეს, თუმცა აუცილებლად ჭეშმარიტი ეს არ არის. არც ერთი ანტიბიოტიკი არ არის ანტივირუსული პრეპარატი, ოკეი? ესე იგი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული პრეპარატი ერთმანეთს კვეთს. აფთიაქის თაროზე მოთავსებული ყოველი აბი ანტიბიოტიკია, ესე იგი აფთიაქი არის ანტიბიოტიკის ქვესიმრავლე, ამიტომ აფთიაქის თაროზე მოთავსებული არც ერთი აბი არ არის ანტივირუსული პრეპარატი, მართებულია. იმიტომ რომ ანტიბიოტიკის ქვესიმრავლე ამ შემთხვევაში A, B, C-ი რო აღნიშნოთ, B არის A-ს ქვესიმრავლე, A და C ერთმანეთს არ კვეთს, B და C ერთმანეთს არ გადაკვეთს. გამოგვივიდა რომ პირველი და მეოთხე ყოფილა ამ ამოცანის პასუხი.